რა მაინტერესებს იცი? ყოველღამე რომ მოდიხარ, გვერდით მიწვევი, ტრუსიქს მხდი და მე იძინებ. მე რეზინა კი არ მიჭერს. Galbadonu, am ჭყლეტვაში კვერცხები რას ამოდიოდი? კვერცხებით არ ამოვსულ ვარ, ლურსმნები მიყრია პარკში. ამიტომ ფრთხილად კვერცხები. ფრთხილად კვერცხები. ფრთხილად კვერცხები. ფრთხილად. გოგო, იმ დღეს იცი რა წავიკითხა ჟურნალში? თურმე მოდელების 70% შტერი და უტვინო ყოფილა. აი მე დარჩენილ 15%-ს მივეკუთვნები. ბიჭო, წარმოგიდგენია? ჩემო ცოლმა ჯგუფური სექსი მომთხოვა. მართლა? ხო? მე ცადი იქნებ კარგი რამეა. ვთი, მაგრამ ჯგუფში ვის შევყავარო? ჭრით ვიბარებ უსაგებო რადიატორებს. ჭრით ვიბარებ უსაგებო რადიატორებს. ჭრით ვიბარებ უსაგებო რადიატორებს. ნეტა ესენი მარტო უსარგებლო რადიატორებს ჭრიან? ჭრით ვიბარებ უსაგებო რადიატორებს. ჭრით ვიბარებ უსაგებო რადიატორებს. ჭრით ვიბარებ უსაგებო რადიატორებს. ექიმო, ჩემცოლ შავარდა ხმა, ყელის ტკივილის გამო. საერთოდ ვეღარ იღებს ხმას. იცით რა ქენით? ღამის 3 საათზე მიდით სახლში მთვრალი და იმ წუთშივე დაუბრუნდება. იცით მე ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი. როცა ხმა მივარდება ხოლმე, ჩემი ქმარიც ზუსტად ესე აკეთებს და იმ წუთშივე მომდის ხმა. ჩემი თუ არ გჯერათ ჩემს მეზობლებს კითხოთ. თელ კორპუსს ესმის ჩემი ხმა. აი ეს მნიშვნელოვანი საბუთია. ძალიან მნიშვნელოვანი საბუთი. შენს მანიკურთან დადე. რომ არ დაიკარგოს. გთხოვთ გადმობრძანდეთ მანქანიდან. ძალიან ნასვამი ბრძანდებით. ნასვამი რო ვარ, შენგენაცვალა და ფეხიც არ უნდა შემიძლია. იმიტომ დავდივარ მანქანი. თორე ესე დამიჩი დილის რაჯობია ძმაო. მე ვეტრფი ძლიერ თბილისის ჰავას, ნიკა ფიროსმანს და საათნავას. თბილისელი მოდი უნდა გაკოცო რა შენი ჭირი. მოდი შემოძმო, შენგენაცვალა, მოდი გაკოცო. მოდი თბილისელი. გახსოვს შარშად რო იყავი კურდღლებზე სანადირო თორი კვირით. ხო, მერე? მერე ერთ-ერთმა კურდღელმა დარეკა.
ბაჭია გაგჩენია და მობრძანდეს სანახავადო. დიახ ბატონო მოსამართლე. მე ვამტკიცებ რომ ჩემი ქმარი მუდმივ სტრესში მომყოფებს და რომ მე მისი სულ მეშინია. გმადლობთ, შეგიძლიათ დავბრძანდეთ. შესვენება 10 წუთი. აი ამიხსენი კაცურად. როგორ ახერხებ ამას ყველაფერს? რას? აი იმას რომ ცოლს ყოველთვის ასე ეშინია შენი. გასაგებია თქვენი მოთხოვნები. მაშინ მე შემიძლია შემოგთავაზოთ საგზურები ღაზას სექტორში, ჰელმანდის პროვინციაში და სუდანის ჩრდილო-დასავლეთით. ბატონო, თქვენ არ მითხარით განუმეორებელი დასვენება მინდაო. წაბრძანდით აქ და თქვენი დასვენება აღარასდროს განმეორდება. ორი და 5 გავამრავლოთ 2-ზე. კაი კუშია რა. მა, ენციკლოპედიას მიყიდი? ენციკლოპედიას? ხო. ბებია თქვენისამ რა. მე რო ფეხი დავდიოდი სკოლაში ვიზენაკლები განათლება აქვე. ენციკლოპედია თქოს. მოგეწონათ? დიახ მომეწონა, მაგრამ ცოტა უფრო მაღალი მინდა. მაღალჭერიანი ბინა გაქვს? არა, მაღალჭერიანი ბინა არ მაქვს. მეზობელი მყავს მაღალი და შეეტევა. ესეთია. გამორიცხულია ვერ შეეტევა. მითხარი, ესე იგი არ მომყვები ცოლად? არა, და იცი რატომაც. და რატომ? მე ვისაც ცოლად გავყვები, უნდა იყოს ყველაზე გამბედავი და ყველაზე საზრიანი. გამბედავი? და შარშარო იხჩობოდი ზღვაზე ვინ გადაგარჩინა, ჰა? ნუ ეგ ხო, მაგრამ საზრიანი? და შენი აზრით ის წყლის ველოსიპედი ვინ გადააღირავა? ის იწუხელ რა დამესიზმა. თითქოს უცხო ქალაქში ვიყავით. და შენ დამეკარგე. მე როგორ მიპოვნე? და ვინ გითხრა რომ საერთოდ ძებნა დაგიწყე. დატოვე. დატოვე და ჩარიაქე წადი ბაზარში. ვაჰ, მე კი წავალ ბაზარში არა. შენი ცოლი არ გინდა რომ ექიმთან წაიყვანო? ჰა? ექიმთან რატომ უნდა წავიყვანო ახლა ვითომ? ბიჭო, ამბობ დროს მალე იღლება. ესე იგი თქვენი მეუღლისთვის გნებავთ არა? დიახ. ძალიან კარგი მანქანა, 6 აირბალიში და უახლესი სამუხრუჭე სისტემით. და რომელ წლიანია? სხვათა შორის ქალის მანქანას ასაკს არ ეკითხებიან. ექიმო,
დიდი მადლობა, იქიმოის ჩემგან საჩუქარ ისეთი რაღაცა გამიკეთეთ თქვენ, აი უღრმესი მადლობა გიმეცვალა. არ იყო საჭირო. როგორ გეკადრებათ შემოგერე. გამახსენეთ თქვენ პაციენტი იყავით თუ გარდაცვლილის მემკვიდრე? გამახსენდა. იცი რა მითხრა ექიმა? კლიმატი გამოიცვალეო. წავიდეთ რა სადმე. არა, ну რატომ უნდა წავიდეთ სადმე? აი ხვალიდან წვიმები იწყება და კლიმატსაც გამოიცვლი. გამარჯობა, ქალთა კონსულტაცია. აი, იცით რა მაინტერესებს, ცოტა დავიბენი რაღაცებს ვფიქრობდი და ავიჭერი და მუხრუჭის პედალი მარჯვენაა თუ მარცხენა? ძალიან დიდი მადლობა. მე მოგეწონა? კი, ძალიან. შენ ხარ იყოს? არა. მამა? არა. ძმა? არა. აბა ვინ არის? მე ვარ ოპერაციამდე. გისმენთ, თქვენ ფული უნდა გაიტანოთ და უნდა შემოიტანოთ. იქნებ დროზე მიპასუხოთ, ფული გაგაქვთ თუ შემოგაქვთ. ხალხი გველოდება. არა, ქალბატონო, რა თქმა უნდა გავიტანო ფული, მაგრამ ეს იარაღი საწავიღე, მეჯიბეში ჩავიდე, თუ მანქანაში დამრჩა, ვერ იხსენე ხარ, დამრჩა. ბიჭო, რაღაცა იჩარიშე და შენი ქორწილიც ჩამოთ. ბიჭო, მაგოგომ თაიგულს რა უკნა და მერას. ისე მაგდენი ბიცერო ეჩალიჩა, მან დგომა კი აღარ მოუწევ. გინდა? დახუჭობანა გეთამაშო? დახუჭობანა? კარგი, ოღონდ მაშინ თუ გიპოვე, გაგაუპატიურებ. კარგი, მე კარადის უკან ვიქნები. 1 2 3 4 5 6 7 8 9 ვიხილები და მოვდივარ. ახალგაზრდა ჩადიხართ? არა. მაშინ ამოიღეთ ხელი ჩემი ჩანთიდან, მე ჩავდივარ. გოგო, ჩემი ქმარი მომაკითხავს 5 წუთში. ავიცი რა მინდა გკითხო. აი სექსის მერე ძილი არ გიყვარს? არა, რას ამბობ? სახში ვარ ხოლმე წასასვლელი.
საყვარელო, ნახე, ყელიანი სვიტრი ვიყიდე. მოგწონს? ყელიანის ყიდვას. ყელიანი სვიტრი გეყიდა არ ჯობდა. გოგონი ხო ვერ დამეხმარებით? დიახ, ისმენთ. ჯაკუზი მინდოდა ჩემთვის. ჯაკუზი? იცით, ტურისტული კომპანია იქით არის. თქვენ ვერ გამიგეთ. ჯაკუზი მინდა. დიახ, ჯაკუზი, გავიგე. ხო და აი ტურისტულ კომპანიაში აქვს საგზურები ნიაგარას ჩანჩქერზე. ექიმო, ალკოჰოლთან მაგ პრობლემები და დამეხმარებით? რა თქმა უნდა, დაგეხმარებით. ჩვენთან უამრავი ადამიანი კურნალობს ალკოჰოლს. გაიხარეთ ექიმო რა. გისმენთ? საერთოდ არ მაქვს ფული და 100 გრამს ვერ დამალევინებთ. შეგიძლიათ ესე იგი თქვენ ამბობთ, რომ ჩემი კლიენტი ქმარს ღალატობს? დიახ, ასეა. რით დაამტკიცებთ? ჩემი თვალით ვნახე. გაისმა ზარი კარებზე და უცებ თქვენი კლიენტი მანანა მეუბნება რომ ჩემი ქმარიაო და ჩაცმაც ვერ მოვაწარი შემაგდო კანადაში დამმალა. და გასაღების ჭუჭროდარიდან დავინახე რა ქმარი, რის ქმარი. საყვარელი. ვიცი მე მაგის ქმარი. არის ხო? გოგონი, ჩემს ულამაზეს ქვეყანაში, ჩემს საქართველოში მინდა დავისვენო და მირჩიეთ რამე რა. კი ბატონო, ჩვენ გვაქვს საგზურები ბორჯომში. მაშინ ასევე გვაქვს საგზურები ურეკში. ურეკში? ურეკში რა სახსრები მაწუხებს თუ რა? მაშინ გვაქვს საგზური ბაკურიანში. ბაკურიანში რა? ფილტვები ხوار მაწუხებს. მაშინ იცით რა ქენით? წადით რუსთავში. ასოტის ქარხნის გვერდით 1-2 კვირა დაისვენეთ და მომავალ წელს რომ მობრძანდებით, აი ეს საგზურები ნამდვილად დაგჭირდებათ. მომე ჩეკები. თავზე დამამხეს. არ მოეწონა? არა. რა უნდა თუ ვერ გავიგე მშვენიერი ხაჭაპურია. ხაჭაპური კი კარგია, მაგრამ ჩვენ როგორც პიცა ისე მივართვით. ზეხვები რო დავაწყოთ, ზემოდან. აბა, ეს ბოლოა და ბოლო ჩვენ წლისთვის იყოს. რა სტადიოების დაუშა სტარტკველი ყველაფერს ერთად გავუმოჟეს. აბა. აუმოჟეს რო დახშა რა და დავლე. ყველას აუმოჟეს. მამი, ეს ბოთლები მე რომ ჩავაბარო შეიძლება? მე რო არა ყავდით რა გეშველებოდა სახს. შენ რო ხარ.